მოგესალმებით. რატომ ვზივარ გლობუსთან? იკითხავთ. ამიტომ. ეს ბოცო და გვანცა. ის პირველი კომიქსია საქართველოში. ბოცო და გვანცა თავიანთვე აგებული დროის მანქანით მოგზაურობენ საქართველოს ისტორიაში. მათ უნდათ რომ ისტორია ასე უფრო კარგად შეიტყონ. და ეს მართლაც დაეხმარება მათ. აქ სხვადასხვა მეფეებს შეხვდებით და სხვადასხვა ბრძოლებს. ძალიან საინტერესო წიგნია ეს ჩემაც მამას და დედაჩემაც წაიკითხა. მეც დამაინტერესდა, მაგრამ რაღაც თავების დამახსოვრება გამიჭირდა. არა უშავს, როცა გავიზრდები და ისტორიის სწავლას დავიწყებ, მაშინ აუცილებლად გადავხედავ. ეს წიგნი კომიქსია, როგორც გითხარით. ბოცო და გვანც სურს რომ ყველაფერი შეიტყოს საქართველოზე. იწყება ძველი კოლხეთით, ოქროს საწმისით და მთავრდება დიდგორის ბრძოლით. აქ რუკებიც არის წარმოჩენილი. როგორ იყო ადრე, მერე კიდევ უფრო წინ და მერე კიდევ უფრო წინ. ძალიან საინტერესო წიგნია. მე ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი თავი დიდგორის ბრძოლა იყო. დიდგორის ბრძოლაც. ძალიან საინტერესო თავი იყო. ეს ყველაფერი 1121 წელს მოხდა. საქართველოს ჯარი ებრძოლებოდა თურქ-სელჩუკებს და ამ დროს მეფე დავით აღმაშენებელი იყო. მათ ესე შეუტიეს სელჩუკებს. რადგან სელჩუკების ჯარი აღემატებოდა საქართველოს ჯარს, საქართველოს ჯარმა 200 კაცი გაუშვა წინ. სელჩუკების მეფემ იფიქრა, უკან იხევერო და გამოუშვითო. ამ დროს საქართველოს ჯარმა ყველა მხრიდან დაუწყო შეტევა და ასე მოიგეს ეს ჯარიც. დავით აღმაშენებელიც არ დაგვაუწყდეს. მაშინ მეფე ის იყო. ის 16 წლისა გამეფდა. რომ იცოდეთ, კომიქსში ბოცომ და გვანცა მის გამეფების ცერემონიალს ვერ მოუსწრეს, მაგრამ ეგ არაფერი. ის დავით მეოთხე იყო და აღმაშენებელი, იმიტომ რომ მან საქართველო გააძლიერა. აღმაშენებლის გარდა აქ სხვა მეფეებსაც შეხვდებით, მოღალატეებსაც და ასევე მტრებსაც, საქართველოს მტრებსაც. ჩემი აზრით, ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს მისი სამშობლოს ისტორია და ჩვენ საქართველოს ისტორიის შესწავლაში დაგვეხმარება ეს წიგნი. ნახვამდის, მომავალ წიგნამდე წაიკითხეთ ბოცო და გვანცა, ძალიან დაგაინტერესებთ.